მოგესალმებით. ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ვითარებას. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმის და კონფლიქტების სკოლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ნინო, მოგესალმები. მოგესალმებით თორნიკე, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ დღეს თქვენთან სტუდიაში. პირიქით მადლობა, სანამ გადმო თქვენამდე, მაინც შევახსენეთ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემა სოხუმი თბილისი გახლავთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი. ჩვენი ყურება შეიძლება Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, ყველა პლატფორმაზე. ნინო, ვისაუბროთ ცხადია აფხაზეთში საარჩევნოდ შექმნილ მდგომარეობაზე. მეორე ტური იქნება მალე, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების და გვაქვს ორი კანდიდატი. ვისაუბროთ ამაზე და ზოგადად ასევე რა განწყობა აფხაზეთის საზოგადოებაში გამომდინარე იმ ძალიან დიდი გამოცდილებიდან აფხაზური სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის, რომელიც გაგაჩნია. ალბათ უყურებთ როგორ იცვლება იქ ვითარება, როგორია დინამიკა უარესობისკენ თუ უთესობისკენ, აი ამაზე ყველაფერზე მინდა რომ დღეს ვისაუბროთ, მაგრამ მაინც ჯერ კონკრეტიკით დავიწყოთ. გამოიკვეთა უკვე რომ რუსეთი აშკარად უჭერს ხარს გუმბას, ესე თქვა ბჟანიას გუნდის წარმოადგენელს და დაიმუქრაკიდებას რუსეთი სატურინი კონკრეტულად რომ თუ ვერ გაიმარჯვებს გუმბა, რუსეთი გადაუკეთებს დაფინანსებას კიდევ ერთხელ აფხაზეთს. არის რაიმე შანსი რომ ესე თქვა გუმბამ ვერ გაიმარჯვოს ამის შემდეგ როგორ გონია? ძალიან რთული შეკითხვაა. ვეცდები ასეთი ზოგადი პასუხიდან უფრო კონკრეტულ პასუხზე გადმოვიდე. რთული ვითარებაა რა თქმა უნდა აფხაზეთში და არ არის აფხაზებისათვის უცხო საპრეზიდენტო არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში რთული ვითარებაში აი რაღაცნაირად მოქმედება. უმძიმესი სიტუაცია იყო არჩევნების წინ, სწორედ წინა საარჩევნო პერიოდში, როცა აფხაზეთი მაგალითად ჩავიდა კრემლის მიერ გაგზავნილი ახალი კურატორი, რომელმაც საკმაოდ ესეთი კვეთრი მხარდაჭერა ყველანაირად აღმოუჩინა სწორედ გუმბას. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ აფხაზური ოპოზიცია იძულებული იყო გაეპროტესტებინა, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთის ჩარევას იმდენად ვერა, როგორც ადგილობრივი ტექნოლოგების არასამართლებრივი და არასუფთა ქმედებები გაეპროტესტებინა. მაგრამ მთლიანად წინა საარჩევნო სიტუაცია მიმართული იყო გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერის არძინბას წინააღმდეგ და მისთვის სხვადასხვა ბრალის წაყენების მცდელობები იყო, მათ შორის პროთურქული განწყობების. იქონია თუ არა ამან გავლენა მიღებული ხმების რაოდენობაზე, სავარაუდოდ იქონია მაგალითად იმ მიმართულებით, რომ აფხაზეთის სომხური მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი გუმბას. დაუჭირეს მეორე ტურშიც, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ გასკდა ძალიან სკანდალური ჩანაწერები. არძინბას გუნდის წევრები საუბრობენ სომხურ პრობლემაზე, მოდი ესე ვთქვათ. ცხადია, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამე არის გასათვალისწინებელი, რამდენად თურქული საფრთხე იყო გადამწყვეტი სომხური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისათვის, როცა ისინი დადგნენ ხმის მიცემის წინაშე. იყო თუ არა ეს მაგალითად გამოწვეული იმით პროპაგანდამ იმუშავა თუ არა თურქულმა და იმუშავა თუ არა იმან რომ სრული მორჩილება რუსეთისადმი და გარკვეული წინააღმდეგობები რუსეთისადმი ოპოზიციის მხრიდან აი ამ ორ დილემას შორის არჩევანის გაკეთება მოუწია სომხური ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობას. ჩემი აზრით ესეც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელმაც გადაწონა უფრო გუმბას. არა, მინდა კიდევ კითხო, ესე იგი, აქ თემა არის ის, რომ აფხაზები უფრო მეტად აფხაზები ვთქვათ, ალბათ სომხები ნაკლებად ეწინააღმდეგებიან კატეგორიულად იმას, რომ რუსეთს ჰქონდეს საშუალება შეისყიდოს იქ უძრავი ქონება. დიახ. შესაბამისად, თუ ზოგიერთ აფხაზს არ აქვს, ამიტომაც ესე ვთქვათ, სურვილი რომ მიცეს ხმა გუმბას, ბჟანიას გუნდის წევრს, რომელიც უფრო მზად არის რომ დაუთმოს რუსეთს უძრავი ქონება, სომხებს როგორც ჩანს ამ ხრივ პრობლემა არ გააჩნიათ.
და აძლევენ უპრობლემოდ, გასლებთ უფრო უპრობლემოდ ხმას გუმბას, ვიდრე აძლევენ აფხაზები. ზუსტად მაგას გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ეს თემაც შეიძლება იყოს. მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნოდ აფხაზეთში საკმაოდ ისე აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ განა რუსეთის ბრალია, ეს ბრალია იმ კრასნოდარელი ბიზნესმენების, რომლებიც ცდილობენ აფხაზეთში მიწის შეყრება. ანუ მოსკოვს თუ არ დააბრალეთ, უშუალოდ ცენტრალურ ხელისუფლებას, ვიღაცა ბოროტები, ის პუტინის თანხმობის გარეშე აფუჭებენ ესეთ ურთიერთობას აფხაზებს და რუსებს შორის. რუსეთთან. ეხლა თუ ისე თქვა შეიძლება ჩვენ დავინახოთ იქ რაიმე წინააღმდეგობა აი თაობებს შორის. ახალგაზრდა უფრო საითმედის, ჩვენთან მაინც მიჩნეული ვფიქრობთ, რომ რაღაც ჩვენ რაღაც იმედი გვინდა ყოველთვის კონტექსტ, რომ ახალგაზრდები აფხაზეთში უფრო ორიენტირებული არიან დასავლეთზე. ეს ასე არის თუ არა და თუ ასეა, რამდენად აისახება მარჯვენებზე? სანამ მაგ კითხვაზე გიპასუხებდე, თორნიკე, მინდა აგრეთვე ის აღნიშნო, რომ ამ არჩევნების და წინასაარჩევნო პერიოდის თემა საქართველოს ქართველები გალის მოსახლეობა საერთოდ არ ყოფილა. ფაქტიურად ერთი-ორჯერ გაჟღერდა. ანუ თემა საფრთხე საქართველოსთან წამოსული, რომელიც მუდმივად მუსირებდა აფხაზურ საზოგადოებაში. აი რითი ახსნათ ეს? სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზია და არა მარტო ერთი, ჩემი აზრით, ეს არის პირველ რიგში ის, რომ უფრო ენდობიან ქართული ოცნების ხელისუფლების რიტორიკას, მეორე რომ ძლავრი რუსეთის ბაზების იქ არსებობა თავისთავად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქ მყოფი რუსული ბაზას გარანტირებული არ ეშინიათ. დიახ, და მესამე სწორედ მე მგონი არის თაობათა ცვლის ამბავიც. თაობები, რომლებიც არ მოსწრებიან ომს, კი გაიზარდნენ ქართველი მტრის ხატის მუდმივ ესეთ ეს გელიმგელის ძახილი უკვე არ მუშაობს. ზუსტად ეგ, გელიმგელის ძახილი არ მუშაობს და უფრო გახსნილი საინფორმაციო სივრცე მართალია მხოლოდ რუსული სივრცეა, ინტერნეტი აქვს და სხვა ინტერესები აქვს, ვიდრე მხოლოდ აი ამ რაღაც ერთ საქმეზე და ერთი მიმართულებით ფიქრზე. და ამას აქ-იქაც იმასაც დავუმატებ, რომ როგორც ეს არძინბა და როგორც გუმბა ეს იმ თაობის ხალხია, რომლებსაც ფაქტიურად არ უბრძოლია, ნაკლებად არიან ომის გმირის შარავამდედით მოსილები. სხვა თაობაა და აგრეთვე პოლიტიკაში იქ მოდის ახალი თაობა, რომელიც მოდის ახალი თაობა, ანუ შეიძლება ითქვას. ეს ორი ადამიანი მე მგონი რომ არის თავისთავად ახალი თაობის წარმომადგენელი და მათ გარშემო მყოფი ადამიანებიც ახალი თაობის პოლიტიკოსები არიან თუ არა, გამოჩნდება ეს გუმბასთან უფრო რთულად იქნება ალბათ საქმე, იმიტომ რომ კორუმპირებულები, დაკავშირებულები ბჟანიასთან, ძველი ყაიზდის და ძველი ფორმაციის ხალხია, შეიძლება იყოს 35 წლის, მაგრამ თავისი სოფხედელობით თანამედროვე ახალგაზრდისგან მკვეთრად განსხვავდებოდეს. აი რაც შეეხება არძინბას და ოპოზიციას, სწორედ რა მაფიქრებინებს იმას, რომ უფრო განსხვავებული ხედვები შეიძლება ქონდეს, მაფიქრებინებს ის, რომ მოძრაობა ხარახპიც უნდა, რომელიც ახალგაზრდებმა წამოიწყეს და ახალგაზრდები არ ვითარებდნენ, უფრო ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ხარახპიც უნდა ჩვენია, ხო? ესე შიფრებად ვარ. ხარახპიც უნდა, ხო, პიც უნდა ჩვენია. სწორედ ისინი, რომლებიც აფხაზური მიწის გასხვისებას ეწინააღმდეგებოდნენ და აქვე ალბათ უნდა აღნიშნოთ, რომ როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის ენა არის საკრალური ამბავი, აფხაზებისთვის იმდენად ენა არა, რამდენადაც მიწა არის საკრალური. ამიტომ ახალგაზრდების ასეთი შემართება სრულიად გასაგებია და გაოცებას ის იწვევს, რომ აი ასეთი საკრალურ თემაზე ასეთი შეხება როგორ დაუშვა მართველმა ელიტამ, სწორედ იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ იმუშავებდა ეს ძალიან. ამისი განსაზღვრა ძალიან ადვილი იყო. ნინო, რა მინდა გითხო, ეხლა აფხაზეთში არ ტარდება ნორმალური გამოკითხვების საზოგადოებრივი აზრის შესაბამისად ჩვენ არ ვიცით ისევ და ისევ ახალი თაობა უფრო საით იხრება არძინბასკენ თუ გუმბასკენ. ის ფაქტი რომ ისინი ეწინააღმდეგებიან გასუსხებას მიწის შეიძლება გვაფიქრებიდეს იმაზე რომ უფრო არძინბა, მაგრამ
ნუ არძიმბა ხო მკვეთრად გამოხატული ეთნონაციონალისტია აშკარად უფრო მეტად, ხო და თუ ახალი თაობა რაღაც უფრო ევროპაზე ორიენტირებული, აი სადა ვართ ამ უფრო გონია. ახალი თაობა საით იხრება. ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სწორედ მაგ მიზეზების გამო, თუმცა ახალი თაობა როგორც წესი, აი ძველი კორუფციული სქემების წინააღმდეგი არის ხომ და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ისინი ასე ენერგიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ აქაც ერთი რამე უნდა ვთქვა, აბხოზის დაცვა, რამე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამეა სათქმელი ეთნოპოლიტიკური სტრუქტურა აფხაზური საზოგადოების. არ მგონია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში თანაბარი ხმის უფლებით იყვნენ სომხები, აფხაზები, ნუ გალის რაიონის ცხოვრებლებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. ნაკლებად შეაშინებს აფხაზ ახალგაზრდას ეთნოცენტრისტული მიდგომა რომელიმე პოლიტიკოსისა. უფრო შეაშინებს მე მგონი ნიველირება მისი აფხაზური ინტერესების. ამიტომ გადაიხრებიან თუ არა ახალგაზრდები არძიმბას მხარეს, რთული სათქმელია ჩვენმა გამოცდილებამ, ბრიტანეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალიან კრიტიკული თუ არ არის სიტუაცია, ახალგაზრდები უფრო პასიურები არიან არჩევნებზე. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და აქვე ვიტყვი, რომ არ არის უცხო აფხაზური საზოგადოებისათვის რუსული არჩევნების დროს რუსული წნეხისათვის წინააღმდეგობის გაწევის. ჩვენ უკვე მე მგონი მეოთხეთ ლამის ასეთი ფაქტის წინაშე ვდგევართ, რომ გადაჭარბებული წნეხი, გადაჭარბებული პროპაგანდა, გადაჭარბებული მასმედიური დატვირთვა უკუ რეაქციას იძლება. ნიუტონის მესამე კანონი გამოდის, ხო? გამოდის. ქმედება, რა თქმა უნდა, გამოდის. კიდევ რა არის ჩემთვის საინტერესო. ეხლა ამ არჩევნებს ორი შედეგი ექნება. პირველი შედეგი უფრო მე ვიტყოდი უფრო რეალისტური. გუმბა იმარჯვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეეცდება, რომ გაატაროს, მიიღოს ის კანონები, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას ჩაიდოს ხელში უძრავი ქონება. ანუ აფხაზეთს ელოდება კვლავაც რა არეულობა. ქუჩაში ხალხის გამოსვლა, დესტაბილიზაცია და შედეგად არა გამორიცხული ისევ გადაკეტვა რუსული ფულის და გადაკეტვა გაზის და ასე შემდეგ რა, ელექტროენერგიის. მეორე ვარიანტი მოდის არძიმბა და თუ რუსეთი მართლა ასრულებს თავის სიტყვას და უკეტავს და ფინანსებას და ასე შემდეგ. ანუ კარგი გამოსავალი ჩანს აფხაზებისთვის ამ არჩევნების პირობებში, ამ არჩევნების პირობებში რაც აქვთ. იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს არიან აფხაზები და ვართ ყველა, მე მაინც ეჭვმეპარება, რომ ზედმეტად მკვეთრ მოძრაობებს გააკეთებს მოსკოვი. შეეცდება სიტუაციის მეტ-ნაკლებად დაწყნარებას. ახლა დამატებით შარშან გააკეთა ფაქტია, გადაუკეთა ყველაფერი. შარშან გააკეთა, მაგრამ წელს არ იყო ის სიტუაცია, როცა მან თავისი იმიჯის და თავისი რენომეს შესანარჩუნებლად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. დამატებითი ცხელი წერტილი ამ წუთას აფხაზებში რა შეჭირდება? თუნდაც აფხაზეთის სახე პატარაა, მაგრამ მაინც. პატარაა და თუნდაც პატარაა და მაინც. აი სწორედ ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ძალიან სერიოზულია, ძიმია ელექტროენერგიის მიმართულებით, თანხების და ტრანშების გადარიცხვის მიმართულებით, სოციალური ფონით, ტურიზმის დაბალი დონით, ყველაფერი ეს მიუთითებს იმაში, რომ არჩევნებზე აფხაზეთში სოციალური და ეკონომიკური თემები აქტიურად უნდა იყოს შემოსული. ხედავთ თუ არა ჩვენ ამ აქტიურად შემოსულ თემებს, ეს ერთი ამბავია და ხედავს თუ არა ამ თემებს აფხაზები იქ აფხაზეთში ეს მეორე თემაა. ანუ დივერსიფიკაცია წინასაარჩევნო საკითხების რეალურად უნდა მომხდარიყო. არ მოხდა ხო ფაქტია, იმდენად ეკონომიკაზე საუბრობენ. დიახ, ამ გადასახედიდან, ჩვენი გადასახედიდან მე ამას ვერ ხედავ. მაგრამ შეიძლება თუ არა თვითონ აფხაზები ამას ხედავდნენ, მაგრამ აი გამოცდილებიდან გამომდინარე რაც გააქვს ესე იგი მათთან ურთიერთობის სამოქალაქო საზოგადოების დონეზე. ამისკენ იმის სვლას ხედავ, რომ დაფიქრდეს ხალხი უფრო მეტად ისეთ პრობლემებზე, როგორც არის სოციალური, ეკონომიკური და ასე შემდეგ.
თუ კლავაც აი ორიენტირებულები არიან, აი რაღაც დაცვა თავიანთი მიწის, ქართულებრივი სისმოგერიება, იცვლება ვითარება ამ მხრივ თუ არა? ალბათ, ხო, ქართველისგან მტრის ხატი და საქართველოსგან მტრის ხატი ალბათ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან, იმიტომ რომ ქართველი მტერი კარგი ხანია იქ საქართველოს დამოუკიდებლობამდეც კი ეს არსებობდა, ყველაფერი უბედურება ქართველებისგან მოდის. რატო ვუსვავ ხაზს დამოუკიდებლობას? იმიტომ რომ ერთიან საბჭოთა სივრცეში ყოფნის დროს სწორედ საბჭოთა ქართველი იყო მათთვის საკმაოდ ისეთი აგრესიული ადამიანი. და ეს კვებავდა მათ ნაციონალიზმს, რა? რა თქმა უნდა, ნაციონალიზმს აძლიერებდა. ეხლა ჩვენ ქართულ ნაციონალიზმზე ალბათ დღეს არ გვინდა ლაპარაკი, მაგრამ ქართველი ასეგები საერთგებნიკავს. დიახ, მაგრამ საქართველოს როგორც მტრის ხატი სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან შემოდის აქტიურად. მე ესე მგონია, რომ და ეს კონცეფტი მტერი, რომელიც მუდმივად არსებობს, საკმაოდ კარგად გამოიყენებოდა შიდა კონსოლიდაციისთვის აფხაზი ეთნიკური ჯგუფი. რომ მათ შორის დაივიწყებიათ სოციალური ეკონომიკური პრობლემები, რომ აი მტერია. რა დროს ეგ არის კი? მას მერე რაც რუსეთის სამხედრო ბაზები იქ და ჩადგა 2008 წლის შემდეგ, რაც უნდა ილაპარაკო თავდაცვის და დაცვაზე საქართველოს მხრიდან, რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა თავისთავად არყევს ამ კონცეფტს, ხომ, მტრის ხატს და შესაბამისად ერთ-ერთ შეხვედრაზე აფხაზმა მონაწილემ ასეთი რამე თქვა, რომ გაივლი ქუჩებში სოხუმისო, ხედავო, რომ უამრავი ფანჯრიდან ჩანს, როგორ აკეთებს ხალხი რემონტსო. ეს თავისთავად უსაფრთხოების გაჩენის მშვენიერი ინდიკატორია. პროგნოზირებადი მომავალი და ჩადებული რემონტში. კი, ეს არის. ეხლა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების, მათ შორის ელექტროენერგიის პრობლემის საქართველოზე გადაბრავლება შეიძლება როგორ არა, მაგრამ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. კაი და მეორე მაგას წყარო იქ ისევ ეს რუსეთი და შეიძლება სომხური მოსახლეობა. ეგ არ ვიცი. შეიძლება და ლოგიკური გაგრძელება ამ ჩემი შეკითხვის. ესე ვთქვათ, დინამიკაში ჩანს რაიმე შანსი ჩვენსკენ შეუბრუნებაში არ გულისხმობ იმას, რომ დღეს მომაწერენ ხელს რომ შემოდიან საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ აი პრაგმატიზმის გაჩენა ჩვენთან ურთიერთობაში, დინამიკაში ჩანს ეს თუ არა? თორნიკა, მე არ შემიძლია აქ არ დავუმატო ერთი რამე. ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად სიმშვიდე რომ არა ომი არ იქნება არის ერთი მხარე დამოკიდებულებისა ფონზე მე არის ხარა დიახ ანუ ჩვენთან ხომ ინსტრუმენტალიზება მშვიდობის და ამითი რაღაც მშვიდობის თემის სავაჭროდ გახდომა ეს ძალიან უარყოფითი მოვლენაა მაგრამ კარგად იმუშავა აფხაზეთში ამის პარალელურად ერთი მხრივ ეს და მეორე მხრივ აფხაზურ საზოგადოებაში შიში რომ რუსეთთან ქართული ოცნების დაახლოება გამოიწვევს იმას რომ რუსეთი ეგრეთ წოდებულ ჩააბარებს საქართველოს აფხაზეთს ეს შიში იგრძნობა ეს შიშიც ყოველ შემთხვევაში არტიკულირდება. ანუ ერთი მხრივ შიში რომ რუსეთი ჩაგვაბარებს, მეორე მხრივ შიში რომ ეს ხელისუფლება არ წამოვა აქეთ ჩვენთან სამხედრო დაპირისპირების გზით. და კიდევ ერთი რამ აფხაზები მუდმივად ხას უსვამენ იმას, რომ სანამ არ არის ხელმოწერილი ხელშეკრულება non-use of force. ძალის გამოუყენებლობის შესახებ მანამდე ჩვენ საქართველოსთან ომის მდგომარეობაში ვართ. ეს მოარული დებულებაა. მაგ იქ აფხაზეთში არ კარგავს ფას. კარგავს, მაგრამ კარგი სათქმელია დიალოგის პროცესში მაგიდაზე დასადება. ეს მეც დავფიქსირე კი. ხო და მეორე მხრივ საქართველოში, ვისაც დანარჩენ საქართველოში, ვისაც გინდა ვკითხოთ ის ამბავი რომ ჩვენ აფხაზეთთან საომარ მდგომარეობაში ვართ, არავის არ მოუვა თავში.
ვერც წარმოიდგენს და ძალიანაც გაუკვირდება ამითი როგორ შეიძლება ამაზე შეიძლება ხა თუნდაც ცინიკურად გავამიო, მაგრამ როგორც ჩანს ისინი ამითი თავის მნიშვნელობას უსვამენ ხას. შეიძლება სწორედ აი ამ მტრის და საფრთხის მეტნაკლებად შენარჩუნებისთვის. ხო, გამოყვება ხო ჭირდება მას კი, ნაციონალიზმი, ისე. ნაციონალიზმი დიახ და კონსოლიდაციის ფაქტორი ერის და ისე თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, განათლება ეს ნაკლებად გაჟღერებადი თემებია იქ. ვინ იქნება ჩვენი კარგი პატრონი? რუსეთი თუ არა, აბა ვინ ასე მკვეთრად მე მგონი საკითხი არ დგას. და რაც შეეხება ახალგაზრდებს, 10 წლის წინ მაინც ვთვლიდი, რომ დასავლეთში განათლება მიღებული აფხაზები, უფრო ელიტური ოჯახებიდან გამოსული აფხაზები, პროდასავლელები უფრო იქნებოდნენ და ქართველებთან ურთიერთობაში ღირებულებით საკითხებზე უფრო მოძებნდნენ საერთო ენას, ვიდრე დაუშვათ რუსულ სივრცეში სრულად ინტეგრირებული აფხაზები. ეხლა მე ამაში ეჭვი მეპარება. დასავლეთში განათლება მიღებული აფხაზი ჩემი აზრით არანაკლები ნაციონალისტია, ვიდრე აფხაზურ სივრცეში გაზრდილი. საინტერესოა, სამწუხაროდ როგორ ვეწურება, იმიტომ რომ აი მაგ თემაზე საუბარებინდა, მაგრამ შემდეგში აუცილებლად კიდევ მოგიწევდა ამაზე ვისაუბროთ. აქვე დავთქვათ. ასე რომ დიდი მადლობა დღეს მოსვლისთვის და მართლა ძალიან საინტერესო თემა წამოჭერეთ ახლა ბოლოსკენ და მე მგონი ყველას ძალიან დაინტერესებს. დიდი მადლობა ჩვენ ისე დავბრუნდებით.